პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ იმ ელექტრონული პოსტით, საიდანაც ცრუ შეტყობინებები იგზავნებოდა ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიიღეს. ამ წერილში ადამიანი წერს, რომ ის არის ბექა ვარდოსანიძე, რომ მან უკვე დანაღმა თავისუფლების მოედანი და რამდენიმე ლოკაცია თბილისში და ასევე მან დანაღმა ტელეკომპანია იმედის კუთვნილი ავტომობილები. ცხადია, ეს წერილი უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამოღებული აქვს როგორც ნიუტკიცება და ამასთან დაკავშირებით ბექა ვარდოსანიძეს დღევანდელ გამოკითხვაზე ცხადია კითხვებს დაუსვამენ. ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ვითარებას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარედ ვითარდება უკვე რამდენიმე საათია, აქ იკრიბებიან კონსერვატიული მოძრაობის ალტინფოს მხარდამჭერები, ასევე ბექა ვარდოსანიძის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ გამორიცხულია ბექა ვარდოსანიძეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ჰქონდეს და ცრუ შეტყობინებების უკან სწორედ ის იდგეს, ამიტომ ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ვარდოსანიძის კრიტიკული პოზიციების გამო ახორციელებს ახლა სწორედ ბლოგერზე და ასევე დღეს დაანონსდა პრაქტიკულად სახალხო პროტესტიც იმ შემთხვევაში, თუ ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით აღარ იქნება დაკითხული და რეალურად მას ბრალს წარუდგენენ, მაშინ კონსერვატიული მოძრაობა და ალტინფო აქციების დაწყებასაც კი აანონსებენ. ამჯერა რომ ბექა ვარდოსანიძე ტერორისტულ აქტებს რაღაცას მასშტაბურით აგზავნეს მესჩებს, რაღაც არ ამგონია გამორიცხავ მაგას და რომ მოვალთ, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს უბრალოდ პროვოცირებული რაღაც ძალების მიმართ, რომ აი კონკრეტულად ვისგან დასავლეთიდან, რომელსაც ძირითადად ბექა ვარდოსანიძე აწყალობდა ლიბერალურ ფრთას და ეს იყო პროვოცირებული, მოგონილი ან მისკრი გაგზავნილი ან შეკვეთილი, რომ დაატერორონ კონსერვატული ფრთა. იმ შემთხვევაში, თუ ამ სცენარით განვითარდება მოვლენები და რეალურად ბექას დააკავებენ, რა მიხილავთ? დანაშაულს არ აკავენ, იმიტომ რომ ლიბერალები არ მოწმეს, არა? დააკავენ რაღაც თემაზე, უნდა გაირკვეს. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ სოლიდარობას, ჩვენ აგვჯერა მაგისი და ჩვენ გამოვხვალ პროტესტს, ალბათ ხაფრაოსაც. კონსერვატიულ ფლანგზე ბექა ვარდოსანიძე იყო ძალიან აქტიური ბლოგერი და ბიძინა რაც მოbrunდა ამ პოლიტიკაში მესამედ მოსვლა რო ჩაატარა, ძალიან აქტიურად აკრიტიკებდა და როგორც ჩანს ვერ აიტანეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და ზედა ეშელონმა, რომ ბატონი ბიძინი როგორ შეიძლება ესე აკრიტიკო და ეხა ბექა ვარდოსანიძეს ეხა იარაღს და წამალს მართლა ვერ ჩაუდებდნენ და ჩაუდეს მეილი. კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი ბექა ვარდოსანიძე უკვე 3 საათზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩვენებას აძლევს ადვოკატის თანდასწრებით. ის იკითხება საქმეზე, რომელიც ტერორისტული ცრუ შეტყობინებების დაგზავნას ეხება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ კვირების განმავლობაში ინტენსიურად კონკრეტული ელფოსტით იგზავნებოდა შეტყობინებები სხვადასხვა უწყებაში და ტელევიზიაში, მათ შორის იმის შესახებ, რომ ბომბები იყო დამონტაჟებული კონკრეტულ ლოკაციებზე თბილისში და იგეგმებოდა ტერორისტული აქტი.